ფოტო ისტორია. ასე ქვია ჩვენს ახალ რუბრიკას, რომელშიც მოგიყვებით ფოტო კადრთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებზე და გამორჩეულ პერსონაჟებზე. ამ რუბრიკის პირველი სტუმარი კი იქნება მაქს ვერსტაპენი. ოღონდ წლინახევრის. ფოტო გადაღებულია 1999 წლის აპრილში. ჰონდას კერძო ტესტებზე, რომელშიც მაქსის მამა, იოს ვერსტაპენი იღებდა მონაწილეობას. პატარა მაქსის ერთი შეხედვით უწყინარი ფოტო გვიყვება ისტორიას დიდ იმედებზე და მოულოდნელ დასასრულზე. მაგრამ თავიდან ორი სიტყვით შესავალი გავაკეთოთ. 1986-91 წლები ჰონდასთვის ფორმულა 1-ში ძალიან წარმატებული გამოდგა. იაპონურმა კომპანიამ როგორც ძრავების მომწოდებელმა უილიამსთან და მაკლარენთან ერთად 6 კონსტრუქტორთა თასი და 5 ინდივიდუალური ტიტული მოიგო. ხოლო სენა პროსტის პერიოდის მაკლარენ ჰონდა საერთოდ საკულტოდ იქცა ფორმულა 1-ისთვის. მაგრამ 1992 წლის წარუმატებელი სეზონის შემდეგ ჰონდამ მოულოდნელად ფორმულა 1-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი ისტორია სწორედ აქ იწყება, რადგან რამდენიმე წელიწადში ირკვევა, რომ იაპონური ავტოგიგანტი უკვე ქარხნული გუნდით აპირებს ფორმულა 1-ში დაბრუნებას. ხოლო იმისთვის, რომ დაბრუნებას მომზადებული შეხვდეს, მთელი ამ წლების განმავლობაში არ წყვეტ ძრავების კეთებას. ოღონდ თანამშრომლობს შედარებით პატარა გუნდებთან მუგენის ბრენდის სახელის ქვეშ. იგებს საოცარ ბოლას ლიჟიესთან ერთად 1996 წლის მონაკოში და ბევრად უფრო წარმატებულია ჯორდანის გუნდთან ერთად 1998-99 წლების სეზონში. ამავე წლის აპრილში ჰონდა წარადგენს თავის პირველ პროტოტიპს, RA099-ს, რომელიც შექმნილია არაჩვეულებრივი ჰარვი პოსტულვეიტის მიერ. თუ ეს სახელი და გვარი არაფერს გეუბნებათ, მე გეტყვით. ეს პერსონაჟი შეხვედრიათ ფილმში რბოლა, რომელიც ჯეიმს ჰანტის და ნიკი ლაუდას დაპირისპირების შესახებ გვიყვება. Doc Postlethwaite, our designer. How do you do? ჰარვი პოსტულვეიტი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული კონსტრუქტორია. მისი შექმნილია 1982 და 83 წლების ფერარი, რომლებმაც იტალიელებს კონსტრუქტორთა 2 თასი მოაგებინეს. ასევე პოსტულვეიტს ეკუთვნის ბოლიდებზე ეგრეთ წოდებული აწეული ცხვირის კონცეფცია, რომლებმაც მომავალში ფართო გამოყენება ჰპოვა სამეფო რბოლებში. იმის მიუხედავად, რომ დოქტორ ჰარვიმ თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი პატარა ტირელში გაატარა, მისი შექმნილი ბოლიდები ყოველთვის ძალიან კარგი სამართავი იყო. ძალიან კარგი გამოვიდა ჰონდას ახალი პროტოტიპიც. ბოლიდის გამოსაცდელად ინჟინრების გუნდი ჰარვი პოსტულვეიტის ხელმძღვანელობით ესპანეთში ხერესის ავტოდრომს ეწვია. ტესტებზე იოს ვერსტაპენი იყო მოწვეული და პატარა მაქსის ფოტოებიც სწორედ ამ დროს არის გადაღებული. დასაწყისი ძალიან შთამბეჭდავი გამოდგა. პროტოტიპი სწრაფი და საიმედო იყო. ვერსტაპენის წრეზე ნაჩვენები დრო იმ პერიოდის ლიდერი პილოტების დროებს უახლოვდებოდა. ყველაფერი ძალიან იმედის მომცემი ჩანდა, მაგრამ სიტუაცია უცაბედად შეიცვალა. ხერეში პროექტის ხელმძღვანელი და მთავარი კონსტრუქტორი ჰარვი პოსტულვეიტი 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ შოკის მონგრელი ამბიდან მეორე დღეს ჰონდამ პროექტი საერთოდ დახურა. მაქს ვერსტაპენის და ჰონდას გზები კიდევ ერთხელ 2000-იან წლებში გადაიკვეთება. მაქსი იაპონელებს ჰიბრიდულ ერაში პირველ გამარჯვებას მოუტანს და შემდეგ 4 ჩემპიონის ტიტულს.